კვირა დღეა, საღამო, პოსტივია, გადაცემა მოდი და იმღერე. მე თქვენი მონამორჩილი ჯაპანა იგივე დავით ხურცილავა. რა უნდა გავაკეთოთ? უნდა დავიწყოთ ეს არაჩვეულებრივი გამოფენა. გამოფენა? გადაცემა? გამოფენ ჩვენ ნიჭიერ ხალხს. აი ჩემო ბატონებო და ქალბატონებო, ეხლა მე მინდა კიდევ ერთი მაგარი კახელი კაცი, აი გიგარი, აი მაგარი კახელი კაცი უნდა გაგაცნოთ არის, გაცნობილი მყავს ეს მე თქვენს, მაგრამ შევხვდეთ კიდევ ერთხელ ამ კაცს რა, მივესალმოთ, მოусმინოთ, შევაფასოთ და დავაფასოთ. ეს არის კახელი კაცი, რომელსაც პაპამ უთხრა თავის პაპამ, მაინც დასავლეთიდან ვარ და ბაბუისკენ გავრბივარ, გაიგე და ამას პაპამ უთხრა რომ ესე იგიო, ჩემს საფლავზე მოსული არ დაგინახო, შენ თუ არ იმღერებო, გაიგე? აი ეგრე დაუბარა პირდაპირ რა. თუ არ მოხარ სცენაზე არ იმღერებო, მოკლედო, არ დაგინახო, არც მოხვიდეო. ხო და აგერს შეუსრულა პაპას თავისი წადი ჩემო ბატონო და მოდის ასე სიმღერით იქაც დადის არცხველია მამა პაპის საფლავთან მიდის მამა ჯვარი ეწეროს კაცო მამამისი ისეთ გვიდოს აყენებს რომ გემატოგენიაო ესე უთქვია რა აი დაჟო გემატოგენიაო ისეთი აი გემატოგენი იყო ჩემ ბავშვობაში შოკოლადები იყიდებოდა აფთიაქში ვისაც გახსოვთ და ვისაც არ გახსოვთ ეხლა იმათთვის ხსნი რომ კაი ამბავია რა მოკლედ რა გემატოგენი ვიძღვინოაო რა ესე ამბობს შენ შემოგევლო ჩემი თავი როგორ ახარ აბა რა გამოიხა ჩვენ რო ვნახეთ ერთმანეთი რომ ერთმანეთს შევხვდით იმის მერე რა შემატე შენ ცხოვრებას მოგესალმებით ჩემო ბატონო კი ბატონო პირველ რიგში მოწვევისთვის ну ზოგადად აი ეს ხალხი თუ არა რა ძირითადად ხალხი რომელიც ისმენს ჩემს ნამღერს ამ ქალაქურ სიმღერებს რაც მე მიყვარს და გულით მღერი და ვასრულებ და შემდეგ ხალხივე მიწევს სხვადასხვა საღამოებზე ეს კორპორატიული საღამო იქნება, წვეულება იქნება, ის იქნება. საქართველოს მასშტაბით მოკლედ მქონდა ეხა ბენდი გავაკეთე და ბენდთან ერთად მქონდა ლაივები. აი ბენდის ამბავი მაინტერესებდა რა. ლაივები, თუმცა აი უნდა ვთქვა ეს ყველაფერიც რომ აი მადლობა მინდა გადაუხადო თქვენს ტელევიზიას და ასევე პირველ არხსაც რომ მომცა საშუალება აკუსტიკაშიც ვიყავით ჩვენ და თქვენს გარეშე მოკლედ არ ხდება ხო ყველამ კარგად ვიცით რომ გაჯაზება რა ხო და გააჯაზდე თუ არ გაქვს ეს ტელევიზიისგან ეს მხარდაჭერა და ყველაფერი არის ეს ყველაფერი ძალიან დიდ როლს თამაშობს იმაში რა თქმა უნდა წარმოვჩინდეთ ასე ვთქვათ და მადლობას გადაგიხდით ასევე თქვენს და ტელევიზიებს რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და იმედი მაქვს რომ კიდევ გახშირდება ეს ყველაფერი და ასევე ბენდთან ერთად მაქვს ქავერ ვერსიები გავაკეთე ქართული ქალაქური სიმღერების და ნუ ესე მიუყვები ამ ყველაფერს და რა ვიცი გადაცვალე იმედი მაქვს რომ უფრო კიდევ მეტი წარმატება გვექნება აბუბე ხალხ კაცმაო სახლი უნდა ააშენოს ხედარგოსო და ჩემი პროდიუსერი დაჟინებით მეუბნება რომ ბავში გააჩინოს კაცმა თუ ბავში გააჩინა რა ბედნიერები ვიქნები და კაცმა არა გააკეთა ქვია მაგას კახულად რა ან რაღაცა რა ეგრეა აბა როგორ არის გადაცვალე რა ეგრეა და ახლა ამასთან დაკავშირებით სახლი აშენებული გაქვს მისია შეშინებული ხე სახლი ბავშვი როგორ არის საქმე ну ძირითადად ჩემი ეს თლიანად ჩემი აი შინაგანი სამყარო მოწოდებული არის მუსიკაზე და ყოველთვის ვცდილობ რაღაც ახალი სიმღერები აღმოვაჩინო ეხლა თქვენთან შევასრულებ დღეს სიმღერებს რომლებიც აი რატომღაც ხდება ხოლმე ისე რომ ივიწყებს ხალხი ამ სიმღერებს და რაღაც წლების პერიოდი სჭირდება რომ გაცოცხლდეს რა და აი მოგასმენინებთ მე შევასრულებ ამ სიმღერებს ერთ-ერთი სიმღერა არის არაჩვეულებრივი გენიალური კომპოზიტორის მამუკა შარკვიანის და არაჩვეულებრივი სიმღერა თავისი დრო აქვს ყველაფერს ჩემო ეს სიმღერა თავისი დრო აქვს ყველაფერს ჩემო შემოდგომა თუ ზამთარია თავისი დროა მზესა და ჩეროს დღეს მზიასა და ღამეს თავარია თავისი დროა მზესა და ჩეროს დღეს მზიასა და ღამეს თვარიას
დროა რომ შენ ახარ ბავშვი დროს არ უმზერებ ერთი შეხედვი მივდივარ კარგო და მოვალ მაშინ როცა დრო მოვა ჩვენი შეხვედრის მივდივარ კარგო და მოვალ მაშინ როცა დრო მოვა ჩვენი შეხვედრის ერთხელ სურვილით ვერ მოგეფერე რაღაც შიში მაქვს შენება განგევით ვაი თუ წახვალ და მერე ნაგადულივით და მე კარგევით ვაი თუ წახვალ და მერე ნაგადულივით და მე კარგევით თავისი დრო აქ ყველაფერს შემოდგომა თუ ზამთარია თავისი დრო აქ ზესადაც შეროს დღეს მზიანსა და ღამეს თავარია თავისი დრო აქ ზესადაც შეროს დღეს მზიანსა და ღამეს თავარია ესე იგი რა მინდა რომ გითხრა ჩემო კარგო ეხლა თავდება მაგერ ზამთარი მოდის კი მღერია ხა შენ ზამთარზე სიმღერას პანტელებზე და თოუზე და ამბავზე მაგრამ ეხლა ამ წელიწადმა რა მოგცა შენ და იქითა წელიწადი გვიახლოვდება უკვე და ასაპირებ იმ წელიწადს ამ წელიწადმა რა გააკეთა და იმქით რა საპირებ ჩემო ესე იგი ყოველი წელიწადი არის მუსიკალურად და ჩემთვის აი ეს პირადად ძალიან წარმატებული ყოველი წელი უფრო და უფრო წარმატებული ხდება ეს არ ვიცი რაზე არის დამოკიდებული. ესე იგი მეტი და მეტი ის კონცერტები მაქვს ხოლმე, ლაივები მაქვს ხოლმე სხვადასხვა ქალაქებში. ეხლა მაგალითად ეს წელი როგორიც იყო, მაგალითად წინა წლები არ ყოფილა ესეთი რა. ყოველი პარასკევი, ყოველი შაბათ-კვირები ის დაკავებული მაქვს ასე ვთქვათ რა, უკვე დაგეგმილია ღონისძიებები და ერთ-თვით ადრე მიგეგმავენ ღონისძიებებს და რა ვიცი, ყოველი წელი უფრო და უფრო კარგია. ხო, რაღაც დამოკიდებულია ეს ყველაფერი, რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, ხალხს უხაროდეს ცხოვრება, სიმღერა უნდოდეს, გვემღერებოდეს. და ეს თუ მშვიდობა იქნება, თუ კარგი ამბები მოხდება ჩვენს ქვეყანაში და განვითარება იქნება, მომღერლებიც უფრო კარგად ვიმღერებთ, უფრო კარგი განწყობა იქნება, უფრო მეტი კონცერტი ჩატარდება, უფრო და თავარია რომ მშვიდობა გქონდეს ქვეყანაში და ხო და მშვიდობას გისურვებ, ცოტა ეხლა დავამთავრო თუნდა, მაგრამ მე მინდა ერთი კითხვა დაგისვა. 26 წელს როგორ ხვდები? ახლა სახლში ხვდები? სიკითხელში. როდის შევხვდი? ბოლოს როდის შევხვდი სახლში? ახლა წელს ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, არა ხო, ძალიან მინდა ხოლმე რომ სახლში შევხვდე ხოლმე და მენატრება ის ბავშვობა, ახალი წელი ის განწყობა, რაც ბავშვობაში მქონდა საახალწლო. რატომღაც რაც წლები მომემატა და გავიზარდე, სახლში ვეღარ ხვდები ახალ წელს და
ეს განწყობაც რაღაც სხვანაირი გახდა რა, ისეთი აღარ არის და ის რომ თუ დაბრუნდება როდესმე ის განწყობა რაც მქონდა ხოლმე ბავშვობაში როცა ყველა ერთად ვიკრიბებოდით, ერთად ხვდებოდით ახალ წესთან რაღაც ეს ყველაზე კარგი გზნობა იყო უბრალოდ ეხა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვერ ხვდები ახალ წელს სახში იმის გამო რომ ყოველთვის მღერი სადღაც მაგალითად და აქედან გამომდინარე მიწევს სულ გასვლა რა. ერთ ისტორიას გავიხსენებ, ახალ წელს მესტიაში მქონდა შემოთავაზება, მესტიაში ვიყავი, სვანეთში, პირველად ვიყავი, არასდროს არ ყოფილი ვარ და ძალიან აი კარგი შთაბეჭდილება დამრჩა რა. სასაულია. არაჩვეულებრივი გარემო, არაჩვეულებრივი ხალხი დამხვდა იქ. სასაული, კი. მოკლედ მოხდა ისე რომ ზვავი მეწყერი ჩამოწვა, ჩვენ როცა მივდიოდით და ჩარჩი. და ჩავრჩით გზაზე, კი, გზაზე ჩავრჩით. ჩამოწვა მეწყერი და ნუ ძალიან დიდი ყურადღება მოგვაქციეს, იქიდან ალპინისტები გამოგვიგზავნეს და გვითხრეს რომ აი ესეთი სიტუაცია თუ ამ ქვებზე შეძლებთ გადმოსვლას და რაღაცა, ფეხით და აქ მანქანა დაგხვდებათო რა და ძალიან დიდი ყურადღება მოგვაქციეს, მადლობა მინდა გადაუხადო იქაურ პოლიციას, რა ვიცი, ყველა აი რა ვიცი, თავი მეგონა მოკლედ პრეზიდენტი რა, ისეთ ყურადღებას გვაქცევდნენ და მივედი ჩავატარე კონცერტი, ღმერთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ძალიან მომეწონა ყველაფერი, იქაური ხალხი, კარგად დამხვდა, სტუმრები ყველანი. ძალიან ხანდახან შობას და იმას მაიჩევხდი სახში კაცო, ძველი ახალწელს. ძველი ახალწელსაც ვერ ხვდები სამწუხაროდ ძველი. მეკოლე ხო არა ხარ სახში? მეკოლე როგორ იქნები? მეკოლე უფრო არ ხოლმე მე მგონი, იმიტომ რომ არავინ არ შედის იმ შესახში კაცო. აბა ძველი ახალი წლიდან ძველი ახალწლამდე არავინ თუ არ შევიდა იმ სახში რა. როგორი სიტუაცია არის, აი ალბათ უფრო მე რო არა ვარ სახში, რაღაც რომ ვიღაც ხომ უნდა დახვდეს ახლა მე. ხო, ახალწელს ხო ბრუნდები კაცო, ხო. კი და მე ვარ ხოლმე ჯერ მეკოლე და მე სხვები მოდიან, ანუ მე მოდიან, ჩემს მე მოდიან, ასტუმრე. მე როცა სახში ვარ, მაშინ მოდიან. სახში მღერით? სახლში დედა ჩემი მღერის არაჩვეულებრივად პაპა ჩემი სამწუხაროდ პაპა გარდამეცვალა რომელიც არაჩვეულებრივად ღეროდა ეს ვინც გითხრა რომ ჩემს აბლავზე არ მოყვიდე? არა ის დედის პაპა არის, დედა ჩემის პაპა არის, აქ მოვიკითხავ რაფო პაპას და ცოცხალი არის და ღმერთმა დიქას მისი თავი და ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი. მოვიკითხოთ რა ქვია პაპას? რაფო პაპა. რაფო პაპა, გედაცვალე მე შე, უშე გედაცვალე. და მამის მხრიდან გარდამეცვალა ეხლახანს პაპა, რომელიც ღეროდა ხალხურ სიმღერას არაჩვეულებრივად და მისი მამა ფირუზ მრელაშვილი კიდე ჩანაწერები არსებობს, იყო ანსამბლი იყალთო. ჩანაწერი რო იყო 1950 წელს. კი, რომელიც მოგასმენინეთ და ღეროდნენ ერთად გიგლა პაპალაშვილი და ფირუზ მრელაშვილი პაპაჩემი. დიდი პაპა რა. გედაცვალე მეში. ხო, ნუ ძალიან მუსიკალური ოჯახში გავიზარდე, ყოველთვის სიმღერა მესმოდა პაპის მხრიდან, დედა ჩემის მხრიდან და მამა არა. მამა ჩემს მენა აქვს, მაგრამ არ მღერის. ღვინოს აყენებს. ღვინოს აყენებს. ის პროფესიონალია. გემატოგეს. გემატოგეს აყენებს და არ ახსნის ზაუდობა, ეხა ზაუდობა. 45-60 გრადუსიაც. ზაუდობა უყვარს ძალიან, აი რა ვიცი, დედა ჩემი რო ეუბნება ხოლმე რომ აი მოდი ვიყიდოთ ეგ არაყი და შეეშვი რაღაცა უკვე ეხა აღარ ახარ იმ ასაკში და რაღაცა რას მეუბნებიო ჩხუბს დაუწყებს ხოლმე რა უნდა ვიყიდო სხვისინა ისათ მინდაო მე თვითონ ვიცი როგორც არის კარგი და რანაირიცო და ძალიან უყვარს ეგ საქმე და ღვინო რამე რუმე ვენახები აქვს ვენახებს უulis და რა ვიცი თელ ამბებშია რა მე კიდე სიმღერით ვამხნევებ. გენაცვალე ბარაკა და ხვავი, ძმაო, თქვენ ოჯახს, სულ ბარაკა და ხვავი, ჯადი, ჯანმრთელობა, დიდხა მშვიდობა, ყველაფერი კაი რა, გენაცვალე ჩემი თავი, მადლობა მომბრძანებისთვის და მომავალ შეხვედრამდე არ გემშვიდობები ჩემო ძმაო რა. აბა მაგრა იყავი. გენაცვალე, დიდი მადლობა. აიხარე. თოვლის პანდელი გაშიშვლებ დოდებსაც ვივა ჩემო ჩიო რა შეხო ვარცივა მოდი ჩაგიგრავ უბეში და თბილად იქნები მე შეგაშინებს თოვლის ფირქები
თორემ ხომ ხედავ არემარეს იმგვარადათოს სხვა ჩემნაირად ვერ ვინ გაგათმოს ჩემო ჩიორა შენსკენ მოფრინავს ჩემი ფიქრები შენი ერთგული მუდა ვიქნები მოდი ჩაგიგრავ უბეში და თბილად იქნები ვერ შეგაშინებს თოვლის ფიფქები მოგიალეს ემჩიდუნა დამასვინადერე ფიფქივი ჩენც არ გაუჩინარდე თორემ ხომ ხედავ არემარეს იმგვარადათოს სხვა ჩემნაირად ვერ ვინ გაგათმოს სხვა ჩემნაირად ვერ ვინ გაგათმოს ვერ ვინ გაგათმოს ვერ ვინ გაგათმოს ბატონებო და ქალბატონებო, აპა ერთი აქეთ მომხედეთ, როგორი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა მყავს, სტუმრად უნიჭიერესი, ულამაზესი მარიამ ერქომაიშვილი, ჩემო ბატონო, ეს ქალბატონი მე მყავდა თუ არ მეშინება ესე რაღაცა 2 წლის უკან აქ მე ჩემთან სტუმრად იყო და იყო ლუკა ჭანიშვილთან ერთად მაშინ და არაჩვეულებრივად იღერა. მაშინ ალბათ 15 წლისაც შეიძლება არ იყო თუ არ მეშინება აგერ მეტყვის კი აი კიო მაშინ ესე არ შემშლია ეგეც. ეს სწავლობდა კიდე ესპანეთში სწავლობდა ჩემო ბატონო წმინდა ნინოს სასწავლებელში იქაც არაჩვეულებრივად მღეროდა. მე რა გითხრათ კიდე ეხლა ნუ არის ოჯახიდან საოცარი ოჯახიდან ერქომაიშვილის თაომავალია ჩემო ბატონო და მეტი რაღაცე უნდა ვილაპარაკოთ ახლა ისეთი გემოვნებიანი მუსიკის გარემოში იცხოვრა ბავშვმა და გაიზარდა რომ რაცა აქ უფლება რომ არ იმღეროს კარგად ჩემ მე ხო იმღერეში მიიღო კიდე მონაწილეობა მე დირექტორს ეხლა ამ ბაზარაჩვილი მეკლის გოგო აი ამიხსენით ერთი როგორ ხარ მარიამ ჩემო კარგო ადამიანი არა მიცავს დიდი მადლობა ჩემო კარგო მადლობა მომბრძანებისთვის ძალიან მიხარია შენაირი ნიჭიერი ახალგაზრდების და შეხვედრა და მასთან ყოფნა ეს ცოტა ხანი მაგრამ ეს ცოტა ხანიც კარგია ჩემთვის ეხლა რა მაინტერესებს ჩემო კარგო მაშინ იყავით 15 წლის. ეხლა ხარ 17 წლის. რამე შეიცვალა შენ ცხოვრებაში? კი, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. მითხარი, აბა როგორ შეგიძლია? აი, ზაფხულის პერიოდში მივიღე მონაწილეობა საქართველოს ხმაში, რომელიც გადიოდა რუსთავიორზე და ამ პროგრამამ ძალიან დიდი ზრდა მომცა. განვითარდი და ნუ რა თქმა უნდა უდიდესი პასუხისმგებლობა არის იმღერო მთელი საქართველოს წინაშე პირდაპირ ეთერში და ყველა ლაივი და ყოველი ეტაპი იყო რაღაც ახალი ჩემთვის, ახალი ჩემი თავის აღმოჩენა, იმიტომ რომ ყველა ეტაპზე მიწევდა სხვადასხვა ჟანრი, სხვადასხვა სტილის სიმღერების სიმღერა და ეს იყო ჩემთვის ესე ვთქვათ ახალი გამოწვევების წინაშე დადი. დიახ. დადექი და გაართვი თავი დარწმუნებული ვარ ახლა ამ გამოწვევებს. შევეცადე. ნერვიულობდი? რა თქმა უნდა, თავიდან მქონდა ძალიან ღელვა, აი პირველი მეორე ტურები რო იყო, აი ჯერ გადარჩევის პერიოდი რო იყო სანამ ათეულში შევიდოდი, მაგამდე ძალიან ღელავდი, მაგრამ ძალიან დიდი დატვირთვა ჰქონდა იმას, რომ დარბაზში რომ შევდიოდი და რომ ხედავდი ჩემი გულშემატკივრების ანთებულ თვალებს და რომ ვისმენდი როგორ გულშემატკივრობდნენ, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული და ესე ვთქვათ, მავიწყებდა ყველაფერს აბსოლუტურად, ნერვიულობას და ყველაფერს. და როგორ გაცილებდნენ სახლიდან? ნერვიულობდნენ სახლში ოჯახში?
სახლიდან ბები ამაცილებდა. ღერის ბებია? არა, ბები არ მღერის და როგორც იციან ბებებმა მლოცავდა და ხო, რა თქმა უნდა. ისე მიშვებდა. ჩემი ძმა ბარსელონიდან გულშემატკივრობდა. ესპანეთში ცხოვრობს და იქედან ღერის ძმა? მღეროდა, დიახ. მღეროდა აზორბიძიას ანსამბლ მართვეში. მართვეს. კი ბატონო. შენ დაბრუნდი და ძმა დარჩა? კი ბატონო. აჰა. ეს უფროსია ბევრად? კი ბატონო 32 წლის. უი რა სლოვა ხელა სხვა დიახ და აი პირველი ტური რომ გადავლახე, ჩემმა ძმამ გადაწყვიტა რომ სიურპრიზი გაეკეთებინა ესე ვთქვა ჩემთვის და სიმბოლურად იშვიათი და ულამაზესი გიტარა გამომიგზავნა საჩუქრად და უკრავ გიტარაზე? კი ბატონო გიტარაზე. ფორტეპიანოზეც უკრავ? კი ბატონო. რა სლაპარაკო, კიდე არის რამე რაზე? ჩონგურზეც. ჩონგურზეც უკრავ, ესე იგი ადამიანი ორკესტრი ხარ, შენ გოგონა ორკესტრი რა. ეხლა შენ მომავალ სათხედავ. წელს უკვე მიწევს კონსერვატორიაში ჩაბარება. კონსერვატორიაში აბარებ ესე იგი. დიახ, საგუნდო სადირიჟოროს მიმართულებით. აჰა, მე მგონი რაღაც ვოკალურზე. კი, მაგრამ ნუ შეიცვალა ესე ვთქვათ ამჟამად გეგმები და ვაბარებ საგუნდო სადირიჟოროზე და მერე აი ხმის განვითარების მიხედვით აი ნახოთ და როგორ იქნება. წინასწარ არაფერს არ ვამბობ ესე ვთქვათ. მაგრამ ნუ მივყვები ერთი მიმართულება მაქვს არჩეული და იმას მივყვები და შემდეგ უკვე ყველაფერი თავის დროზე მოვა. სიმღერაში მიმართულებას ვინ გაძლევს? არის ვინმე პედაგოგი ეგეთ? ის რაღაც აი დამრიგებელი. მიქელაძის სამუსიკო სასწავლებელში ვსწავლობ დოდო დიასამიძის კლასში. თუმცა აი როგორც ეს საესტრადო მიმართულებით, უფრო აი შიგნით ჩვენ ვარჩევთ უფრო რეპერტუარს, მე დედამ მეხმარება და ესე ხდება უფრო შერჩევა რეპერტუარის ესე კონკრეტულად მრჩეველი არ მყავს. ხوار ფიქრო კიდე სხვა ჟანრში რო აი რაღა ესპანური სიმღერაც გიმღერია შენ რაღაცა ჟანრი გამოცვალო ამას ხوار ფიქრობ თქვათ ან შემატო უბრალოდ უფრო შემატო სხვა ჟანრებიც ხوار აპირებ ამას ბევრი ჟანრი მიცდია ესე ვთქვათ ოღონდ სახლში და აი ყველაზე მეტად რომელიც მიხდება შემდეგ აი იმას მოვკიდებ ვთქვათ ხელს ვამუშავებ და შემდეგ უკვე გამომაქვს ისე რომ აი საზოგადოება მოისმინოს თუმცა ამჟამად იმდენად დაკავებული ვარ რომ ორიენტირებული ვარ ჩაბარებაზე და ნელა მუშაობ ყველაფერზე ესე ვთქვათ აი საუკეთესო შენი მომავალი რას ოცნება შენი რა არის აი რა გინდა რომ აი სად იყო გინდა აი ხო ოპერის მომღერალი ხო არ გინდა შემთხვევით რომ გახდე ხო არ გინდა კი ეგ ერთ-ერთი ოცნება არის მართლა დაბა საგუნდოზე რა გინდა ვოკალურზე რა თქმა უნდა ჩააბარე ვოკალურზე საგუნდო მუსიკა პარალელურად არ შეგიძლია თქვა თუ საგუნდო და კი რა თქმა უნდა კი როგორ არა შემიძლია რომ დამატებით საგნა დავირჩიო ოპერო ვოკალი, მაგრამ მრავალხმიანობა იმდენად ზის ჩემში, რომ ამის გარეშე მართლა არ შემიძლია ცხოვრება. თუმცა აი სცენა და აი ის რაღაც სილამაზე, რაც საოპერო ვოკალს მოაქვს, აი ეგეც რა თქმა უნდა ჩემი ძალიან დიდი ოცნება არის და მაგასაც ვიცდები, რომ აუცილებლად დავიხტინო. მიმღერაში მიიღე მონაწილეობა და შეიძლება პატარა ასაკით მე მგონი არავინ არ იქნებოდა რა. ყველაზე პატარა იყავი შენ. ისე ხმა ეხა შენ სოპრანო ალბათ ხო? თავის დაუცხადია. თქვა აი ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული, იმიტომ რომ ცოტა ადრე. შეიძლება მეცოც იყო, თქვა სიტყვაზე. კი, აი შუაში სათხე. დრამატული სოპრანო ალბათ რა. ალბათ. აჰა. კი ბატონო. შენ გაიხარე რა ჩემო კარგი ადამიანოა. იყავი აი ბედნიერი ყველაფერი ქონოდოს ჯანი, ბარაკა, სიყვარული, რაც აუცილებელია გამრავდეთ უნდა თქვენაერი ადამიანები და მიხედო საქმეს თან კიდე წარმატებები ბევრი, უამრავი წარმატებებს გისურვებ ჩემო. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის, პირიქით ძალიან მიყვარხარ და ყველაფერი მიხარია, შენი წარმატებები მაგრად მიხარია რა, რო იცოდე ის. უღრმესი მადლობა. კარგად გრძელდებოდი ჩემო. ბედნიერად. რატომღაც რაღაცა ხშირად გრჩება უთქმელი გულს მუდამ რაღაცის რიდიას ვმალავთ და განვიცდით მაგრამ დრო კი არ იცდის დღეები მიდიან
კიდევა დაგემშვიდობებით. აბა, თქვენ კი სხეთხართ მან კითხელში ვიცაც სხეთხართ და უყურებთ აქ მაგარ სიმღერებს. მეც ხომ მინდა იგეთი რამე რომ ჩამოუჯდეთ ჩემ მეგობრებს ერთი ორი სიტყვა ვთქვა. მარა აბა ბედნიერად იყავით, ჯანზე იყავით ჯანმრთელი და მოუარეთ ერთმანეთს. მშვიდობით მზადდებოდეთ, მშვიდობით.